ძალიან კარგად მახსოვს, ჯერ კიდევ ჩემს ბავშვობაში აქტიურად გამოიყენებოდა ფიზიკური დასჯა სკოლაში. ჩვეულებრივი ინსტრუმენტი იყო მასწავლებლის ხელში. ანუ მასწავლებელი ატარებდა გაკვეთილს და მან კლასის მართვის ერთადერთი მეთოდი იცოდა, ეს იყო ფიზიკური დასჯა. ცხადია ხა იქ რა პედაგოგობაზე, რა მასწავლებლობაზე ლაპარაკის არის. კი, თან შიში ნამდვილად არ შეიქმნის სიყვარულს. არა, და ძალიან ბევრს, ვისაც ესეთი გარემო აქვს გამოვლილი, გონია რომ ეს არის ერთადერთი და აპრობირებული გზა, იმიტომ რომ ვერ ხვდება სხვანაირად როგორ უნდა მოიქცეს, როგორ შეიძლება ახმაურებული კლასი გააჩუმო თუ არ ცემე ვიღაც. შიშით შედეგზე ვერ გახვალ. შიშით ცოტა ხნით გააჩუმებ იმ ხმაურს, რაც რეალურად მოსწავლეში ხდება, თუმცა ეს ხმაური სად ამოხეთქს, უკვე არ იცი და ერთი საინტერესო ფრაზა წავიკითხე ამასთან დაკავშირებით, რომ შიშით მოსწავლეს გააკეთებინებ ყველაფერს, რაც გინდა რომ გააკეთოს, მაგრამ პატივისცემით შეიძლება მასალაც კი წაიკითხოსო თავისი ნებით. და რეალურად პატივისცემაზე დაყრდნობილი და დაფუძნებული ურთიერთობები უფრო გრძელვადიანი არის და ალბათ უფრო კარგ შედეგსაც იძლევა სწავლების პროცესშიც.